მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, უკვე 2026 წელს მართალია ცოტა ხანგრძლივი პაუზა გამოვივიდა, მაგრამ ამას ჰქონდა გარკვეული მიზეზები. და ამ წლიდან კვლავ შემართებით ხნეთ გვექნება, რა თქმა უნდა, ირმას ხმაური გურიიდან. რა თქმა უნდა, ასევე დამდეგ წელს მოგილოცავთ ყველას, სრულიად ყველას, საქართველოს მოსახლეობას, ჩვენს მომხრეებს, ჰეითერებს, არა აქ ამას მნიშვნელობა, რადგან ჩვენ ყველანი ფეთქრული საქართველოს შვილები ვართ. გამოიწერეთ ჩვენი არხი, YouTube არხი, ანტიბიოტიკი, სადაც არა მარტო ირმას ხმაური, არამედ გურიის სინამდვილიდან ძალიან ბევრ საინტერესო გადაცემებს ნახავთ. ამით ჩვენს მოგცემთ мотивაციას და თქვენს საინტერესო ამბებს გაიგებთ გვენდეთ. მიყვარხართ ძალიან. ფინთად დაიწყო აი წელი. ფინთად. ძალიან გლობალური ძვრები ხდება ჩვენს გარშემო. და ახლა ვინმე არ მითხრას ჩვენს გარშემო რა ხდება, შენ რაში გაინტერესებსო? დევიჯერო ახლა ჩვენს გარშემო ჩვენზე არ ახდეს გავლენას, როგორ არ ახდეს გავლენას. და სანამ გლობალურ თემებზე გადავიდოდე, მანამდე მინდა გითხრათ, რომ მოკლედ მდიდრებმა, რომლებიც თავიანთი ნასუფრალიდან პურის ნამცეცებს გვიგდებდნენ, აგით შეგვიწყვიტეს და საარსებო მინიმუმიო ამიერიდან იქნება 250 ლარიო. აი ესე დაიწყო ეს წელი. ახლა ეს რატო გააკეთეს თუ იცით? გამძღარი ადამიანი კაი რაღაცებზე ფიქრობს ხოლმე მერე, ხო და შემოგვიჭირეს კამარ. მარა ამას არ შეეპოვა ოზურგეთის საკრებულო. ოზურგეთის საკრებულომ განიხილა აგერ ახლა ხელფასების ზრდა, როგორც საკრებულოს წევრებისათვის, ასევე მერის თანამშრომლებისათვის. და მიზეზი мотивация გაგვეზრდება და კორუფციას უფრო კარგად დავიწყებთ ბრძოლას. მოკლედ, სად მიდის ოზურგეთის ბიუჯეტი? ვინ ყვლებს, საით მიედინება? კაციშვილი გამკითხავი არაა, არც ოპოზიციაა საკრებულოში. და მოკლედ, ასე მშვენივრად ბაბანობენ, რო იტყვიან. ხოლო თქვენ უყურეთ იმედს დესერტად. 250 ლარის შემყური ადამიანებმა. ესეთ კითხვას დავსვამ. რას იყიდდით 250 ლარად თუნდაც ახალწლო სუფრისთვის? ერთი გოჭი. ან ერთი ინდაური 2 ქათამი და ეგება 2 კილო ყველი. დამთავრდა ტიტიკოს ქორწილი. მეც ვერაფერს და მიუხედავად ამისა, შედარება რო გავაკეთოთ. განჭირვებულ გოგია უიშვილს ხორის ყავდა საკალანდო ქათმების და ხაჭაპურებს აცხობდა რა მერიკი წაართვეს, მაგრამ ყოველ შემთხვევისათვის შედარება რო გავაკეთოთ, ჩვენზე უკეთეს მდგომარეობაში იყო. არ ვიცი ხალხო. კატასტროფული სიძვირია, ფულის ინფლაცია. ფაქტიურად 250 ლარი როგორ შეიძლება დაგიკანონოს საარსებო მინიმუმად ეს საკვებად გეყოფა, წამლისთვის გეყოფა, ტრანსპორტისთვისკენ წარმოუდგენელი თემა. მონური, ესე ვთქვათ, მონის ანაზღაურება და მონისთვის განკუთვნილი საარსებო მინიმუმია ეს. მაგ მინიმუმში ვნახე მაგენი დარჩენილი და დაბედებული აწდამარადის და უკუნისა. ქოც მადიდებლებს მინდა უთხრა და გავაფრთხილო. მთელი თვე მარტო სუპი რომ ჭამოთ. მარტო სუპი მაინც არ გეყოფათ ეს 250 ლარი. ნუ ამოიღებთ ხმას. თქვენი ნარატივი ხო ასეთია, ჩემო მოტყუებულო ხალხო. ოღონდ იყოს მშვიდობა და რაცხა იქნება. სად გაქვთ ხალხო მშვიდობა? სადაა მშვიდობა? დიდრებისა ეს ქვეყანა. იძახეთ ახლა რამდენის გინდა ეს ქვეყანა ჩვენია. ვარაა ჩვენი ეს ქვეყანა. ყველა მდინარე გაყიდულია, ტყეები გაყიდულია, დაცული ტერიტორიებიც გაყიდულია. დიდრებისა სასტუმროები, რესტორნები, სანაპიროები, ყველაფერი მათია.
ჩვენ რა გაქვთ? დაცარიელებული სოფლები, გამოკეტილი სახლები, რომელსაც რუსები ყიდულობს, არაბიზაცია, არაბულ ქალაქს გიშენებენ. ემიგრაციაში გადახვეწილი ხალხი, გაყოფილი ოჯახები. სადაა მშვიდობა? და ხალხი, ადამიანები, რომელიც ამის წინააღმდეგ ხმას იმაღლებს, ტროტუარზე დგომისთვის ციხე ემუქრება. თქვენ მადლობელი უნდა იყოთ იმ ადამიანებისა, ვინც ხმას იმაღლებს აი ამ რეჟიმის და საპოლიციო რეჟიმის წინააღმდეგ და ამ უკანონობის წინააღმდეგ. კი არ უნდა ლანძღავდეთ, მაგრამ 24 საათი იმედი გაქვთ ჩართული. და როცა იმედი გაქვთ ჩართული და პოზიტივი, ჩათვალეთ, რომ დამყრობელი რუსეთი შემოდის თქვენს სახლებში, თქვენს ტვინებში. სხეული გაქვთ ქართული, მაგრამ სული და მენტალობა რუსული. და იქამდე მიხვალთ, რომ ოკუპანტს თავს დაუხრით, ოკუპანტს ბოდიშ მოუხდით. აბა, როგორ შეიძლება ვერ მიხვდე, საით მიყავს ოლიგარქს და მის გარემოცვას ქვეყანა? რუსეთში. და შენ რატომ გაშინებს ომით? იმიტომ, რომ არ იფიქრო კარგ ცხოვრებაზე, არ იფიქრო თავისუფლებაზე, არ იფიქრო სამართალზე და გაშინებს. სანამ არ გამოხვალთ ამ სახათა სილიდან, ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება. და წაყრუებით ჩვენ გავაკეთებთ საბედისწერო შეცდომას, ისტორიულ უკუსლას და ქვეყანას მოვაქცევთ ძალიან მძიმე მდგომარეობაში. აი ეს მინდოდა მეთქვა ამ სახალწლოდ. ილიას არ იყოს, რა გითხრათ, რით გაგახაროთ. ოჯახის სიწმინდეზე გამახსენდა. სარქუას ამბავი ხო ნახეთ, რომ გასკვანჩეს. საწოდავი, სადაც გეი არ გამეიერა, ყველგან წააწყდნენ. ესე იგი, ოჯახის სიწმინდის დღეს გლოცავთ სარქუა, მერე მიდის მონაკოში და ნაშებთან გრიალობს. ანუ იმდენად წუწკია ტიპი, რომ თქვენ არ გაცლებთ იმის საშუალებას, რომ თქვენც წაიბალახ, წამოიბალახოთ. ხომ უნდა მიხდეთ, რაზე მუშაობს ესე ვთქვათ პროპაგანდა. რაზე მუშაობს პროპაგანდა? რომ ამათ რო აგვაცილეს ევროკავშირის ბანაკს, სადაც მშვიდობაც გვექნებოდა, განვითარებას გვექნებოდა, თანასწორობას გვექნებოდა, კარგი ჯანდაცვას გვექნებოდა, განათლებას გვექნებოდა და ამას რომ აგვაცილეს და მიგვაჭერებენ რუსეთში, აი ეს რო გადაფარო, აი ესეთი სულელური ნარატივებით გატყუებენ და რა ვიცი ხალხო, სანამ უნდა მოიტყუოთ თავი. ხო, კალანდაზე გამახსენდა კიდე. რამდენი დაიხარჯა ოზურგეთის ბიუჯეტიდან ქოცები რომ ამებესკნენ, ახლა ჩამოსული რო იყვნენ საგალანდოდ. ტალახაძეც, მამისი, წილოსანი და მთელი მამალ დედალი ქოცები და ესე ვთქვათ ბუტაფორიული სანახაობა, ესე იგი სანახაობრივი ქუჩა, სანახაობრივი დაუშვათ რაღაც შენობა და იმის ილუზია, რომ ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა. არის ხო ქვეყანაში ყველაფერი კარგად? აბა საიდან გაქვთ მშვიდობა? გაძვალტყავებული, დაჩაჩანაკებული, გაუბედურებული და იმაზე ფიქრით საშოვარზე, ესე ვთქვათ, გადაგებული ხალხი ვართ. აგერ ჩვენთან ახლოს 1000 კილომეტრში სერიოზული ამბები ხდება ირანში და ირანის რეჟიმის მოყანყალება იქნება დომინოს პრინციპივით ძალიან ბევრი რეჟიმების ესე ვთქვათ დაცემის პერიოდი და ძალიან ფრიად საინტერესო მოვლენის წინაშე ვდგავართ. ირანის მაგალითი გამოგვადგება იმაში, რომ ირანი 50 წლის წინ, როდესაც ჩვენ საბჭოთა კავშირში ვიყავით, იყო დემოკრატიული, სეკულარული სახელმწიფო, არ იჩაგრებოდნენ ქალები, ქალაქები თავისუფლებით სუნთქავდა, ქალები სწავლობდნენ, შრომობდნენ, რა ვიცი, ძალიან ესეთი ადაპტირებული იყო, ინტეგრირებული იყო, ესე რომ ვთქვათ, ცივილურ სამყაროსთან და უცებ აიათოლას რეჟიმმა
დაამყარა ქვეყანაში რელიგიური თეოკრატია, მთელი ირანის სიმდიდრეები ჩაიგდო ხელში, ხალხი დააშინა, ქალები დაჩაგრა და ესეთ მარწუხებში საშინელ მდგომარეობაში ამყოფებს 50 წელია თავის ქვეყანას. ხოლო სიღარიბით, ინფლაციით გამწარებული ხალხი, როდესაც გამოვიდა დღეს ირანელები ქუჩაში, მათი მასობრივი დახოცვა მოახდინა. ახალგაზრდები ხო ხედავთ როგორი. და ვინც ახლა იტყვის რომ აუ ამერიკა რატო ჩაერიაო, ან რატო ერევაო, ან ის მადუროს თემაში. მადურო რო გამოაბუნძულეს ქვეყნიდან და დააპატიმრეს. მადურომ იცით რა ქნა? მადურომ არჩევნები მოიპარა. არალეგიტიმური მთავრობა შექმნა. მედია საშუალებები დახურა, ოპოზიცია დაიჭირა, არასამთავროები გაუქმა, სასამართლო ჯიბეში ჩაიდო, ქვეყანა მოაქცია შიშიში და ყველანაირი პროტესტი ჩაახშო. გაგონებთ ქართულ სენარს? ამიტომაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ასეთი რეჟიმების მოსპობა ან მოყანყალება, იმიტომ რომ მე სხვა რეჟიმებმა ვერ გააკეთოს ეს, იმიტომ რომ ის რაც ჩვენს გარშემო ხდება, ჩვენზე უშუალო გავლენას ახდენს. იგივე პროცესებია საქართველოში დაწყებული, თქვენ რა გონია და რო დასჭირდეთ, თქვენ გონია არ გვესურია? გვესურია. იმიტომ რომ ნებისმიერი რეჟიმის მოქმედების არსი არის ის, რომ ყველანაირი პროტესტი მოსპოს, ხოლო მოთვინიერებული ხალხი ყავდეს შიშის ქვეშ და თვითონ იბატონოს. რაღა დროს ესაა, ხალხი 21 საუკუნეა, ხო? დედამიწის ყველა წერტილში რეჟიმის წარმომადგენლები ამბობს, რომ დასავლეთი ეხმარება პროტესტანტებს. დასავლეთიდან ფინანსდება. ყველა ერთ და იმავე ენაზე ლაპარაკობს, მათ შორის საქართველოში. და იცით ამას რატო აკეთებენ? რომ თქვენ მოგატყუო. ჩვენს რეჟიმსაც ეშინია ნებისმიერი პროტესტის, ამიტომ გაამკაცრა მან კანონები და მიიღო საშინელი დრაკონული კანონები. ასევე ეშინია თქვენი გამოფხიზლების, რომ თქვენ უცებ არ აგეხილოთ თვალი. და ამიტომ პროპაგანდის ოყნას გიტარებთ იმედის და პოზიტივის ესე ვთქვათ ჩვენებით და თქვენ სიხართ და უყურებთ და ტყუვდებით. ჩემი თხოვნა იქნება რომ ჩვენ არ დაუშვათ ქვეყნის ისტორიული უკუსვა. არ მოვატყუებინოთ თავი ამ ერთ მუჭა გამდიდრებულებს გინდა ცენტრში, გინდა ადგილზე. რა ვიცი, თუ ვინმეს აწყობს რომ იყოს მონა, დაშინებული, გაჭირვებული და ცოცხალი, არ ვიცი ხა რა მენტალობაა ხალხო, არ შეიძლება იყო გალაღებული, გაბრწყინებულ ქვეყანაში, სადაც სამართალია, განათლებას რას უშვებიან? რაში სჭირდებათ განათლებული ადამიანები? იმიტომ რომ განათლებული ადამიანები არიან სწორედ რომ ეწინააღმდეგებიან ამ რეჟიმს. ძალიან მალე ყველას მოგაკითხავთ ეს ქოცური კანონები. მარტო ჩვენზე კი არ იმოქმედებს ეს. და ბოლოს იქნება ძალიან გვიან. და სანამ გვიან არ არის მინდა რომ გამოფხიზნდეთ. აი ეს იყო, ესე რომ ვთქვათ, ჩემი ამ წლის პირველი ჩართვა, შეხსენება, არ მინდოდა ეს ჩართვა ყოფილიყო მძიმე და ამიტომ დავამთავრებ ცოტა ისეთი თემით, ალბათ გახსოვთ BBC-მ გადაიღო ფილმი თუ როგორ დაგწამლა რეჟიმმა პროტესტანტები ჩვენ მიტინგებზე და ეხლა BBC-ს უჩინეს. BBC მიიღო საჩივარი. და კიდევ გახსოვდეთ რაც უფრო სულელურია მესიჯები და გზავნილები, რომლებსაც ესენი ამბობენ, უფრო საშიშია. იმედია ამ ახალ წელს ჩვენ გვექნება მეტი გონიერება და მეტი ძალისხმევა იმისთვის, რომ გავერთიანდეთ და უშველოთ ჩვენს ქვეყანას. ძალიან გთხოვთ. მე მლამწყეთ, თართხეთ, რამდენის გინდათ, ოღონდ თქვენ აგეხილოს თვალი. დიდი მადლობა, მიყვარხართ ძალიან
გვიყურეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი ანტიბიოტიკი. მომავალ შეხვედრამდე.